ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა მეგობრებო. რა უნდა იცოდეთ ახლა ამჟამად, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თქვენი ენერგეტიკა საითკენ წავიდეს, მოკლედ გავიგოთ, რა უნდა იცოდეთ ახლა. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და საერთო გაშლა ყველაფერი ვერ იქნება, პირადისთვის შეგიძლიათ პირადში მომწეროთ დეტალებს და ფასებს გაგაცნობთ ყველას მეთავად. უფასოდ და შემდგომზე და ერთ კითხვაზე მე გაშლებს არ ვაკეთებ მეგობრებო. ლაიკები აუცილებლად გააქტიურეთ, იმიტომ რომ ძალიან დავარდა აქტიურობა თქვენი ლაიკების მხრივ, ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ. გააზიარეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი ორივე YouTube გვერდი, TikTok გვერდი და წავედით. ახლა გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, რომელთაც თქვენია ეს გაშლა თუ არა. ცხრიან ჟესტით რაღაცა ზედმეტი პასუხისგებლობები გაქვთ აღებული თქვენ ზურგზე, თქვენ თავზე, ეს იქნება პასუხისგებლობები ოჯახის მხრივ, გადასახადების მხრივ, ვიღაცების მოვლის მხრივ, სამსახურის ზედმეტი ვიღაცის დასაკისრებელი სამუშაოდ შეიძლება სხვა შვებულებაშია და თქვენზეა დაკისრებული, მოკლედ რაღაცას უმკლავდებით ცხრიან ჟეზლით, ცოტა რთული გასამკლავებელი კი არის, უკვე წელში მოიხარეთ, ისე მიგაქვთ ეს კარები ამ კარტით. გირთულდება შეიძლება მძიმე ტვირთი არის თქვენთვის უკვე, მაგრამ ცდილობთ რომ მაინც გააკეთოთ აი ესეთი გახალტურება, არ ვიცი როგორ არის სწორი სიტყვა თუ არის, თქვენგან არ ხდება, ასე ვთქვათ, რასაც გაკისრებენ, რა პასუხისგებლობაც გაქვთ, ყველაფერს მაქსიმალურად თქვენ ზურგზე, თქვენ თავზე იკიდებთ ხოლმე. აქ წარმოდგენილია იმპერატორი არის მენეჯერის კარტი, წარმოების ხელმძღვანელი, მეპატრონე, ბიზნესმენი ნაკლებად, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ექვემდებარებიან თავისი სამსახურეობრივ რეჟიმში ადამიანები, რაღაცა არ ვიცი, ხელმძღვანელი ხართ სამუშაო სფეროში შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია დაქორწინებულ მდგომარეობაში, ან უფრო მეტი დაქორწინებული სტატუსი გაქვთ, ან განქორწინებულიც არ არის გამორიცხული პრინციპში იმპერატორისგან, ან გქონდათ მდგომარეობა ქორწინების და დაგენგრათ მე-16 მაღალი არკანით, რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია რა წარმოიშვა, რაღაცა აფეთქება მოხდა, რაღაცა გაუგებრობა მოხდა, ეჭვიანობის მიზნით იყო თუ რა მიზნით იყო, შესაძლებელია თქვენი ეს იმპერატორული სტატუსი დაინგრა, ოჯახს გულისხმობ. ზოგისთვის შესაძლებელია სამუშაო რეჟიმის სტატუსიც კი დაინგრა, ამ კარტით არ არის გამორიცხული, რაღაცა უეცრად რო არ ელოდით, რო არ გქონდათ გეგმაში, რო არ განიხილავდით იმ თემატიკას, უეცრად აი ესე რაღაცა ხანძარი გაჩნდა, ღელვა იყო და მოხდა რაღაცა ნგრევა თქვენ ცხოვრებაში, ისეთი რამაც ძალიან დიდი პასუხისგებლობა აქვს კიდათ, ასე ვთქვათ, ოჯახის წინაშე, შვილების წინაშე, ვინც განქორწინებულ მდგომარეობაში ხართ. სამუშაო თემატიკას თუ ვიტყვი, შეიძლება რაღაცნაირად უფრო ნაკლებ სამუშაოზე გიწევთ ახლა და ნაკლებ სტატუსურზე მუშაობა, ვიდრე იყავით აი ამ იმპერატორის და თანამდებობის პირის, ან ხელმძღვანელის, ან მენეჯერის სტატუსში და ახლა უფრო გირთულდებათ, ასე ვთქვათ, აი ამ დაბალ სტატუსზე, დაბალ ხელფასზე, ზედმეტი პასუხისგებლობებით, გადასახადებით და ასე შემდეგ მდგომარეობით ამის გამკლავება, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მაინც მშრომელი ძალიან ესეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც მაინც მიაქვს თავისი ჭაპანი, ასე ვთქვათ, თავისი პასუხისგებლობის მის ზურგზე. თუ ატყობთ ენერგეტიკას, მეც აღარ ჩაუღმავდები, რა უნდა იცოდეთ თქვენ თავზე, თქვენზე, რისკენ მიმართოთ ენერგიები, გავიგოთ პირდაპირ გადავალ გაშლაზე. რა უნდა იცოდეთ ახლა? რა შეეხება ემოციურ ფონს, რაც შეეხება აქ ხუთიან თასი ამოდის ის მდგომარეობა, სადაც უკვე აი შუქნის შანსზე რომ ყვითელი იყო ანთებული და უკვე წითლისკენ მიდიოდა თქვენ ურთიერთობაში შეეხება ემოციურ ფონს შეეხება, სადაც ვიღაცას ხელს უქნევთ და აქ უკვე პირველი სართული იწვის და მიშველე მომაქციე ყურადღება, მე აქ ვარ რაღაცნაირად, ალო, გამარჯობა, მეც აქ ვარ, მეც მომაქციე ყურადღება, აი უკვე შეწუხებული იყავით, შეღონებული იყავით ეჭვებით, ფიქრებით, აქ დედოფალი ხმის ამოდის, უკვე ძალიან გაციებული იყო ემოციური ფონი თქვენი,
ეჭვიანობით კი არა, იმითი რომ უკვე დაიღალეთ აი ამ ხელების ქნევით და მეც მომაქციე ყურადღება, მეც ვარ შენ ცხოვრებაში, მეც აქ ვარ რაღაცნაირად აი ესეთი მდგომარეობა გქონდათ და აი ამ სიტუაციამ ძალიან დაგღალათ თავზე მოხმოვმა ფიქრებმა, დარდებმა, შეიძლება ეკონომიურმა კრიზისმაც, ფინანსურმა ოჯახში არ არის გამორიცხული და ვცდილობდით რომ აი ამ ადამიანისთვის ამოქოლილ კარებში უროს ურტყავდით და გაგეგებინებინათ რომ გააღეკარები მეც აქ ვარ რომ რაღაცნაირი კონსენსუსი მიგეღწიათ ოჯახურ მდგომარეობაში, ურთიერთობის დათბობის მდგომარეობაში. ყველას თქვენი გაქვთ ეს დეტალები, ამას აღარ ჩაუღრმავდები. აი ეს გეუბნებიან რომ ეს არ გჭირდებათ ამ კარების განგრევა და ვინმეზე რამის მტკიცებულებები, კონკრეტულად კიდევ მეორე პირად ურთიერთობებზე ზუსტად ეს მომენტი გამახვილებული ურთიერთობებში არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მეუღლე იყო თუ უბრალოდ პარტნიორული ურთიერთობაზე იყო საუბარი და არის ასე ვთქვათ ემოციურ ფონს რაც შეეხება ის მდგომარეობა არავის არაფრის მტკიცება არ გჭირდება დახურულ კარებში თავით და უროთი ნუილტვით შებრუნდით ამ შემთხვევაში უნდა შებრუნდეთ და თქვენ გზაზე წახვიდეთ იმიტომ რომ ზედმეტად ფანტაზიურულად აღიქვავთ მაინც ასე თუ ისე იმ მდგომარეობას ემოციურს თქვენსას რაც სინამდვილეს უკვე აღარ შეესაბამება და სადაც უკვე ამოქოლილი აქ აღარ არის კარები რომ ვინმე კარები გამოგიღოთ და კი ბატონო გავიგე შენი ხმა შენც რო აქ ხარ და მობრძანდიო კარები გაგიღეო ხედავთ კარები უკვე ამოქოლილია მაგრამ თქვენ მაინც ჯიუტად ცდილობთ რომ გააგებინოთ საწინააღმდეგო თქვენ პარტნიორს თქვენი ემოციური ფონი უნდა შეხვიდეთ საკუთარი თავის მდგომარეობაში და არა პარტნიორის მდგომარეობაში შებრუნდეთ და წახვიდეთ თქვენ მდგომარეობაში აქ არ გულისხმობ იმ სიტუაციას რომ ვისაც ოჯახი ყავთ დაანგრიოთ ეს ოჯახური მდგომარეობა და განქორწინდეთ და ამით წერტილი დასვათ ურთიერთობებში ნაწილისთვის იქნება ასე რჩევის სახითაც შეიძლება გამოგადგეთ რომ სადაც უკვე ემოციური ფონი თვეებია წლებია ატყობთ რომ უბრალოდ ოფიციალურად ხელმოწერილ ჯვარდაწერ მდგომარეობაში ხართ და მეტი ემოცია არ გააახლოვებთ პარტნიორებს ერთმანეთს ეს იმ ადამიანებისთვის კი ბატონო, მაშინ ნამდვილად შეგიძლიათ თქვენ გზას გაუყვეთ, წახვიდეთ ახალ თავგადასავალში თქვენ ცხოვრებისეულ ახალ გზაზე, სადაც აი ეს ფანტაზიური მდგომარეობა აღარ გექნება. დანარჩენისთვის, ვინც არ იმყოფებით ასეთ კრიტიკულ ზღვარზე პარტნიორულ ურთიერთობებში, მაგრამ ატყობთ რომ არაფერი არ იცვლება და არაფერი არ ხდება, ასე ვთქვათ, აი ამ დახურულ კარებში ზედმეტი ენერგიის და დროის ჩადება არის ფუჭი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ემოციური ფანტაზიების სფერო, რომ რაღაცა გამომივა ზედმეტად ლამაზად და მაინც ემოციებით აღიქვავთ ამ ურთიერთობას, რომ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს. არ გჭირდებათ უბრალოდ აი ამ მდგომარეობიდან, აი ამ ემოციებიდან, აი ამ ზედმეტად ჩადებული ენერგიებიდან უნდა შეიკავოთ თავი და ასე ვთქვათ, თქვენ გზას, თქვენ თავს, თქვენ სამუშაო სფეროს თქვენი პიროვნების პროგრესირებას მიხედოთ და არა ვინმეს რამის მტკიცებას თუ კონკურენტუნარი ამ ბრძოლაზეა საუბარი აქ ურთიერთობებში თუ იცით რომ რაღაცა კონკურენცია თქვენ საყვარელ პარტნიორზე და ეჭვები გაქვთ და ვიღაცის ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორის გულის მოგებას და რაღაცა უფრო იმას ცდილობთ რომ დაანახოთ რომ მე უფრო კარგი კანდიდატურა ვარ და მე ამდენსავიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის თქვენი ფანტაზიის წყარო გიჩვენებენ ასე არ შეიცვლება ასე არ გამოვა ეს თქვენ გგონიათ რომ ასე გამოვა სინამდვილეში ეს ემოციური ფონი ბევრად სხვა მიდგომით უნდა შეცვალოთ რვიან პენტაკლი ამოდის აქ არის გასაღებების დასტა სხვა არჩევანი უნდა გააკეთოთ. აი ამ ჯიბრით, აი ამ თავით გატანით სიტუაციის და მაინც ჩემსას ვიტყვი და მაინც გავიტან და მე როგორც მინდა ისე იქნება, არაფერი არ გამოვა. სხვა გასაღებები უნდა მოძებნოთ ურთიერთობას რაც შეეხება დათბობას. თქვენ აჩვენებენ რომ კარგი წინათგრძნობა გაქვთ, კარგი მისტიური მდგომარეობა თქვენ შინაგან წყაროს თუ ვიტყვით ძალიან ღრმაა და თქვენ ემოციურ ფონს დააკვირდით თქვენი წინათგრძნობა აუცილებლად იმ გასაღებს მოგაპოვებინებთ ამ ურთიერთობაში, რომელიც ჭირდება ამ ურთიერთობის დათბობას, ისევ შემოbrunებას, ისევ ორიენტაციით იმ სიყვარულის მდგომარეობას, რომელიც სინამდვილეში გჭირდებათ და კიდე ერთი რჩევა თქვენთვის, სულიერებაზე იზრუნეთ. სულიერი
მოძღვარი, მასწავლებელი, ტაროლოგი, ეზოთერიკი იპოვეთ, ძალიან კარგად გაგიკვლავთ ის ადამიანი გზას.